მოგესალმებით მეგობრებო. აი დღეს ვართ ესეთ ულამაზეს ბუნებაში. გვაქვს ბუნკერი და წამოღებული გვაქვს საინტერესო ნივთები. ეხლა რეალურად რო შევხედოთ ეს მეტალოდეტექტორები ბუნკერში არ გამოგვადგება, გამომდინარე იქიდან რომ არის სრულიად კინაბეტონის კონსტრუქცია და უბრალოდ ვერ გამოვიყენებთ, მუდმივად იწრიპინებს და მაინც არაფრის მომცემი იქნება მათი აქ გამოყენება. ეს პატარა მაგალითისთვის რო წავიღოთ. აი ნახეთ. აქ ჯერ არ წრიპინებს. შევიდეთ ცოტა სიღრმეში. სპეციალური პირველი მეტალის ნივთი წივის. აქაც. ხედავთ. ასე რომ ამის აქ გამოყენება ჩვენ არაფერს მოგცემს. მაგრამ საკმაოდ საინტერესო იქნება რომ შევათვალიეროთ ამ ბუნკერის გარშემო პერიმეტრი და ვნახოთ იქნებ თავის დროზე როცა ეს ტერიტორია ასე ვთქვათ დატოვეს, ხო არ დარჩათ რაიმე საინტერესო ნივთი. მე თუ მკითხავთ საკმაოდ საინტერესო ვიდეო გამოვა. ჩავრთოთ დიდი მეტალოდეტექტორი. თან სიმართლე ვთქვა, პირველად ვიყენებ ამ ყველაფერს. მაღაზია ტაქტიკალში შეგიძლიათ იქირაოთ. ორივე მათგანი. როგორც მითხრა, საკმაოდ გრძნობიარე დეტექტორებია და ვნახოთ აბა, იმედია ყველაფერი სწორად მაქვს. ძალიან მოგამსჭით ეს ბეჭედზეც კი როგორი რეაქცია ქონდათ, ნახეთ. მოდი გარშემო პერიმეტრი ვნახოთ აქ. შეიძლება რამის ალბათ დაიწრიპინა. ეს მეტალია? არა. ეს მეტალი არა. მოდი აბა ეს პატარა ვცადოთ ახლა აქ. სულ ჩართულს ამ პატარას ვერ ვატარებ, იმიტომ რომ ნახეთ პირველივეზე ავაწრიპინეთ. საინტერესოა. მოდი ვნახოთ რა გვაქვს აქ. ნიშაბი წამოღებული გვაქვს. შეგვიძლია ამოვთხაროთ და ვნახოთ ვის რა დარჩა ამ ადგილზე. მეტალის ვერაფერს ვერ ხედავთ ერთის. ქვა დავიჯერებ. ქვაზე ყვაწლებს სიგნალს. არა, ქვაზე აშკარად არა. ნახმა იგრუბლება თუ. საინტერესო. ჯერჯერობით ქვიშნადი ვერაფერი ვნახე აქ. ეს. შეხედეთ. პატარა მეტალის დიფიტა. ეს გვაწევდა ამ სიგნალს. აქ შეიძლება მსგავსი კიდევ ბევრი იყოს. სავარაუდოდ თავისუფლად ჩარჩენილი. ნუ პირველი ასე ვთქვათ არ გაგვიმართლა, მაგრამ ნახეთ რომ ეს ყველაფერი მაინც აშკარად ჩვენივრად მუშაობს. ჩავარჭე და აწიულდა. კიდე წიპინებს. თან ისეთი მომენტია რომ ვერ დატოვებ იქნებ აქეთ არ გაგვიმართლა, მაგრამ იქით ნაწილში გაგვიმართლოს. ძალიან ისევ იქნება აშკარად. მიწას რო შეიძლება რაღაცა გადავაყოლო. აი ფაქტია გადავაყოლე. აი აქ რაღაც ვიბრაცია მოგცა. არაფერი ჩანს. ეს რაღაცა პატარა. იგივენაირი. ხედავთ. აი იგივე მეტალის ფირფიტა. ამხელა ხმა აქ რო. აი ესეთ პატარა მეტალსაც კი პოულობს. საინტერესოა, საკმაოდ გრძნობიარეა. ფაქტია. ეს მეტალოდეტექტორი გავაგრძელოთ აბა. ნახოთ კიდევ რას ვიპოვით. აქ ძალიან ძლიერი სიგნალი მოგცა.
კარგი, ამან თუ ძლიერი სიგნალი მოგცემ, ნახოთ ეს რას გვეტყვის. ჩაირთე ჯიგრი, ჩაირთო. აბა, ნახოთ. აი აქ. კარგი, ეხლა ეს ისევ გავთიშოთ. და მოდი მესამეთაც ვცადოთ, იქნებ გაგვიღიმოს ბედმა. საკმაოდ მძლავრი სიგნალია, იმედია რაიმე საინტერესო. რამე ფასეულს არც ვიძახი უბრალოდ, შეიძლება იყოს გასროლი ტვირის ვაზნა რამე. სკაუსი კიდე. ოპა. ხო არ გვაქვს, არა. ახლოსაა ძალიან ძლიერი სიგნალი გამოუშვა, ანუ ეს მოიქვა. ეს გვაძლევს სიგნალს. რაღაც უფრო მასიური ჩასაკი მაინტერესებს. მინუს გავსვა. თუ მილი. საინტერესოა. მოწოდო მიშოდა. პროფესორ. და რას ვფიქრობთ მეგობრებო, რა შეიძლება იყოს ეს? ეს უბრალოდ ჩაგდებული მიწაში არა, გამაგრებები აქვს. საკმაოდ საინტერესო ჩანს. რატო ყავს ესე ძალიან ლულოს, მაგრამ ლულისთვის ძალიან მძიმეა. აქ ნახრეტი აქვს შუაში. აქედანაც. მეთქი ვიფიქრე რამე შევყო მეთქში და მავთული მაგრამ რამე მარ ბუთქოს. მეგობრებო, რავი. ამ მეტალოდეტექტორებზე რა ვთქვა თუ არა. რომ ახლა ძალიან კარგია. და აი ამ რაღაცა რკინის პატარა ნატეხების პონოს. შენ ხა მაკლდი აქ ამ დღეში. მართლა კარგად აღიქობს, ხოლმე რკინის ნაჭერი ამოვაგდეთ. ოქროზე პრეტენზია არც გქონდა. მაგრამ საინტერესოა ამ ყველაფრის კარგად დათვალიერება ამით, კარგად შეფასება. კარგი, გადავიდეთ დაუბრუნდეთ ამ ნივთების შეფასებას. ძალიან მაგარია. ორივე, როგორც გითხარით, ვერ ვერკვევი, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრება და ვაფიქსიროთ, საკმაოდ გზნობიარეა ორივე მეტალოდეტექტორი. თან მე თუ მკითხავ თუ რაღაცის საძებნელად გადიხარ და გააქვს იმის ინტერესი, რომ რაღაც იპოვო მიწის ქვეშ, ვიძახიამ მეტალს ფერად ლითონს, რავი, როგორც ხალხი ოქროსაც ეძებს ამით. ოქროს ილუზია არც ქონია ეს ადგილას. აუცილებლად გჭირდებათ ორივე. ორივე მათგანი უნდა აიღოთ. იმიტომ რომ როგორც ნახეთ ვიდეოშიც, ერთი უბრალოდ ერთი შეგიძლიათ რომ რაღაც წერტილოვნად დაინახოთ და მე თუ მკითხავთ მე უკვე სიგნალებში ეს მაგარია ძალიან. მე პირადად ეს უფრო მომწონს, მაგრამ ეს ამის garaში არ შეიძლება. ან წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ძალიან არაკომფორტულია ეს სიარული და ამის ძებნა მარტო. ასე რომ მეგობრებო, მე დღეს დაგემშვიდობებით, ამ ნივთს წავიღებ. ჩემი მოპოვებულია პირველად მეტალოდეტექტორი, თუნ რომ ხო და სამ ძიმეა, იცით საკმაოდ. ჩემი პირველი მონაპოვარი თუ არ ჩავშვი რაღაც ჟესტს და გზაში რომ მოვდიოდი, სანამ კამერას ჩავრთავდი, სანამ ტყეში ამოვედი. იქაც რაღაც პატარ-პატარა მსგავსი ისინი ვიპოვე. მეტალის პატრა თხელი ფირფიტები, მაგრამ ეს განსაკუთრებული მონაპოვარია დღეისთვის, პირველი გამოსვლისთვის, ასე რომ როგორც შეგვიძლია აუცილებლად კიდევ ერთხელ მინიმუმ ერთხელ გადავიღებ ამით ვიდეოს. ერთ საინტერესო ობიექტზე, როგორც გითხრეს, ერთ-ერთი ბუნკერი მიწის ქვეშ 9 სართულზეა. ანუ 9 სართულიანი ბუნკერია რა, ასე რომ ვთქვათ. და აუცილებლად წავიღებ ამას იქაც. როგორც აქ შემოათვალიერებთ ყველაფერი, იქაც შემოათვალიერებთ ყველაფერს აბსოლუტურად გვირდებით. აბა დროებით ხალხო.